კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმებით სტუმრებს. დღის წესრიგში გვაქვს 4 საკითხი. თუ რაიმე წინადადება არ არის დამატებით, გთხოვთ დავამტკიცოთ. მადლობთ. პირველი მთავარი საკითხი არის სახელმწიფო აუდიტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. მოხსენებელი საქართველოს გენერალური აუდიტორი ბატონი გიორგი გაბიტაშვილი. გთხოვთ ბატონო გიორგი. მოგესალმებით ბატონო პაატა, მოგესალმებით პატივცემულო პარლამენტის წევრებო. წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს. 2024 წელს სამსახურმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ინსტიტუციური, ორგანიზაციული და პროფესიული სტანდარტების გამტკიცების კუთხით. 2024 წელს ჩავატარეთ 58 აუდიტი, მათ შორის 13 ფინანსური, 25 შესაბამისობის, 4 უწყებათაშორისი და 16 ეფექტიანობის აუდიტი. ჩატარებული აუდიტებით დავფარეთ 23 მილიარდ ლარზე მეტი, ანუ ნაერთი ბიუჯეტის 91%. საერთო ჯამში 2024 წელს 2.5 მილიონი ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხმობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიკური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. დარღვევების კატეგორია ასე გამოიყურება: შესყიდვების მართვა 7.2 მილიონი, აქტივების მართვა 4.2, ხოლო საბიუჯეტო რესურსების მართვა 13.1 მილიონი ლარი. 2024 წელს მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა 14 აუდიტის ანგარიში, მათ შორის 12 შემთხვევა უკავშირდებოდა თვითმმართველ მუნიციპალიტეტებს. წარმოგიდგენთ 2024 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი სისტემური ხასიათის საკითხებსა და გამოწვევებს. ფინანსური აუდიტი. როგორც მოგეხსენებათ, ფინანსური აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს და აფასებს საჯარო დაწესებულებების ფინანსურ ანგარიშგებას და გასცემს მოსაზრებას ანგარიშების სისრულესა და სიზუსტეზე. 2024 წელს ჩატარებული 13 ფინანსური აუდიტიდან უპირობო მოსაზრება გაიცა 1 შემთხვევაში, პირობითი 8 შემთხვევაში, ხოლო უარყოფითი 4 შემთხვევაში. საბიუჯეტო ორგანიზაციებში ფინანსური ინფორმაციის აღრიცხვა ანგარიშგების კუთხით შეინიშნება სისტემური ნაკლოვანებები, რაც სამიმართულებით მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებს. 2025 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, რაც ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას ერთი მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტის სრული დაფარვა, ხოლო მეორეს მხრივ უფრო სისტემურად სრული დაფარვა მოვახდინოთ და მეორეს მხრივ უფრო სისტემურად შევაფასოთ აღრიცხვა ანგარიშგებასთან მიმართებით არსებული ნაკლოვანებები ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. ფინანსურ აუდიტებში გამოვლენილი ნაკლოვანებები შეიძლება დავყოთ 4 ძირითად ჯგუფად. აქტივების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. მოიცავს ფინანსურ ანგარიშგებაში აღურიცხავ ან ნულოვანი ღირებულებით აღრიცხულ აქტივებს, აქტივების განკარგვის ნაკლოვანებებს და არასწორი ღირებულებით და კვალიფიკაციით აღრიცხვას, ასევე ინვენტარიზაციის ნაკლოვანებებს. ორგანიზაციული მოთხოვნები და ვალდებულებები. ეს მოიცავს მოთხოვნებსა და ვალდებულებებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ფინანსური ანგარიშგების აღიარებულ კრიტერიუმებს და არასწორი კვალიფიკაციით და არასწორი ღირებულებით აღრიცხვის ფაქტებს. აღრიცხვა ანგარიშგება მოიცავს სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობას ზოგიერთ შემოწმებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ასევე ფინანსური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემების არარსებობას და არასწორი მოხმარების საკითხებს. ორგანიზაციებში არსებული ზოგადი კონტროლის მექანიზმები მოიცავს დეტალური პროცესებისა და პროცედურების არარსებობას, ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის არქონას და გაუმართავობას, ფინანსური ოპერაციების, სათანადო დოკუმენტაციებისა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციაში არსებულ ხარვეზებს. ფინანსური აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოწვევი მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგების ნაკლებ პრიორიტეტულობა, პერსონალის კვალიფიკაცია, მათ შორის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში და ფინანსური რესურსების ნაკლებობა, რაც საჭიროებს აღრიცხვა ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესებას. რაც შეეხება შესაბამისობის აუდიტს, 2024 წელს ჩავატარეთ 25 შესაბამისობის აუდიტი, აქედან 4 უწყებათაშორისი აუდიტები ჩატარდა 28 მუნიციპალიტეტსა და 4 სახელმწიფო საწარმოში. განხორციელებული აუდიტის ფარგლებში სამსახურის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები შესაძლებელია აქაც დაჯგუფდეს 4 ძირითადი სისტემური მიმართულებით.
შესყიდვების მართვა და მასთან დაკავშირებული საკითხები. Როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი საგანია. ჩატარებულ აუდიტებში ამ კუთხით ნაკლოვანებები გამოვლინდა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვების თითქმის ყველა ეტაპზე. ხარვეზები მოიცავს საჭიროებების იდენტიფიცირების, ბაზრის კვლევის, ასევე სატენდერო პროცედურების განხორციელების და უშუალოდ შესრულების ეტაპებს. აღნიშნული ნაკლოვანებები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტურად განკარგვის რისკებს. სახელმწიფო აქტივების მართვა. ამ მიმართულებით გამოვლინდა ისეთი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, როგორიცაა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივების არაეფექტიანი გამოყენების ცალკეული შემთხვევები, ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარვეზები. ორგანიზაციული და პერსონალური მართვა. ამ მხრივ გამოვლენილი ნაკლოვანებები ძირითადად უკავშირდება ორგანიზაციის შიდა მმართველობის არაეფექტიანობის და არაადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები კი მოიცავს საჯარო უწყებების მიერ ბიუჯეტის ცალკეულ შემთხვევებში არარაციონალური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს. ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის სამსახურის პრიორიტეტი და სტრატეგიული მიმართულებაა ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც შეისწავლის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგების და ამ პროცესში საბიუჯეტო რესურსების გამოყენების ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის საკითხებს. 2024 წელს ჩავატარეთ 16 ეფექტიანობის აუდიტი და შევისწავლეთ მნიშვნელოვანი საკითხები. აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე გავეცით არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის განხილვაც მოხდება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის ანგარიშის გამხილველი საბიუჯეტო ჯგუფის ფარგლებში. ვფიქრობთ, ამ რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მმართველობის ზოგიერთ სფეროში ეფექტიანობის ამაღლებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უმთავრესი ფუნქცია მოქალაქეებისთვის ღირებულების შექმნაა, რაც შესაძლებელია აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვით. სამსახურის პრიორიტეტია რეკომენდაციების დროული შესრულების ხელშეწყობა პარლამენტთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით. ბოლო 5 წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურმა გასცა 3000-ზე მეტი რეკომენდაცია, საიდანაც 20% ეკუთვნის 2024 წელს ჩატარებულ აუდიტებს. რეკომენდაციების 74% სრულად ან ნაწილობრივ არის შესრულებული. 18% მიმდინარეა, ხოლო 8% არის შეუსრულებელი რეკომენდაციები. რეკომენდაციების შესრულების დადებითი ტენდენცია შეინიშნება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე გაცემულ რეკომენდაციებზე, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში 47-დან 58%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ აღნიშნულს ხელი შეუწყო პარლამენტთან მჭიდრო კომუნიკაციამ და ანგარიშების სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვამ. გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, საიდანაც მხოლოდ 32%-ია შესრულებული, ნაწილობრივ შესრულებულია 51, მიმდინარეა 15, ხოლო შეუსრულებელია რეკომენდაციების 12%. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავცემთ ორი ტიპის რეკომენდაციებს: სტანდარტურს და სისტემურს, ანუ მნიშვნელოვანს. სისტემურია რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც შესაძლოა ჰქონდეს მაღალი ზეგავლენა საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესებსა და სახელმწიფო ბიუჯეტზე. სისტემური რეკომენდაციების შესრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მათი დანერგვით მიღებული სარგებელი გაცილებით მაღალია. ამ პერიოდში სამსახურმა გასცა 1300-ზე მეტი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, საიდანაც სრულად არის შესრულებული 52%. ფიქრობ ასევე საინტერესოა სტატისტიკა აუდიტის სახეობის მიხედვით რეკომენდაციების შესრულების კუთხით. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ფინანსური აუდიტის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებს და ეს არის 56%. ხოლო ყველაზე დაბალი ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციებს, რაც 25% შეადგენს. აღნიშნული მნიშვნელოვნად განპირობებულია ეფექტიანობის აუდიტის შინაარსთან გამომდინარე რეკომენდაციების შესრულებით და შესრულების პროცესის ხანგრძლივობით. როგორც მოგეხსენებათ, აუდიტის სამსახურმა წარმატებით დანერგა პრაქტიკაში რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა ARIS-ი, რომელსაც რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესი სრულად გადაყავს ელექტრონულ სივრცეში და წლიდან წლამდე იზრდება სისტემაში ჩართული უწყებების რაოდენობა. არსებული მდგომარეობით სისტემაში ჩართულია 13 სამინისტრო და მათ დაქვემდებარებაში მყოფი 120 საბიუჯეტო ორგანიზაცია, ორივე ავტონომიური რესპუბლიკა, 58 მუნიციპალიტეტი და ყველა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
სისტემის საშუალებით მონიტორინგი უკვე ხორციელდება 2021-25 წლების განმავლობაში გაცემულ 1700-მდე რეკომენდაციაზე. 2021 წლიდან აუდიტის სამსახური ყოველწლიურად ამზადებს და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას რეკომენდაციების შესრულების ტენდენციებსა და ამ კუთხით არსებული სისტემური გამოწვევების შესახებ. პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ აუდიტის სამსახურისათვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფი. 2024 წელს აუდიტის ჯგუფმა განიხილა 18 აუდიტის ანგარიში, მათ შორის 8 ფინანსური, 3 შესაბამისობის და 7 ეფექტიანობის აუდიტის. საჯარო ფინანსების მართვის სფეროში საერთამხედველო როლის გაძლიერებასა და ჩვენი რეკომენდაციების უკეთ შესრულების მიზნით პარლამენტთან და მის კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა აუდიტის სამსახურის პრიორიტეტად დარჩება მომავალშიც. პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით აღვნიშნავთ, რომ 2018 წლიდან აუდიტის სამსახური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტორია ჩვენს რეგიონში. ვთვლით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარება ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. 2024 წელს ჩავატარეთ 2 ასეთი აუდიტი. ერთი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის ეფექტიანობის აუდიტი, ასევე 2023 წლიდან აუდიტის სამსახური მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი მსხვილი პროექტის საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფინანსურ აუდიტს ატარებს და პროგრამის ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგების და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელ ვერიფიკაციას ახორციელებს. სწორედ აუდიტის სამსახურის ვერიფიკაციის ანგარიშის საფუძველზე დონორების მხრიდან მიიღება გადაწყვეტილება პროექტით გათვალისწინებული ტრანშების გამოყოფის შესახებ. 2024 წელს აუდიტის სამსახურმა მოამზადა მეორე ვერიფიკაციის ანგარიში, რომელიც დაერთო აუდიტის სამსახურის მოხსენებას საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. ადამიანური რესურსები სამსახურის ძირითადი აქტივია, სწორედ ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ადამიანური რესურსების შესაძლებლობის გაძლიერებაზე. აუდიტის სამსახურში დანერგილი გვაქვს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემა, რომლის საშუალებით განისაზღვრება თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებები. წახალისების წინაპირობები. აღსანიშნავია, რომ 200-ზე მეტმა თანამშრომელმა სხვადასხვა მიმართულებით აიმაღლა კლასიფიკაცია. დაგეგმილია თანამშრომელთა უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვა, რომელიც თანამედროვეობის გამოწვევების საპასუხოდ მეტად მოქლის გახდის პროცესს და თანამშრომელთა კვალიფიკაციის სხვადასხვა მიმართულებით თანმიმდევრულად აამაღლებს. ჩვენს გამოცდილებასა და რესურსს აქტიურად ვიყენებთ საჯარო სექტორში პრევენციული მექანიზმების დანერგვის და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. აღნიშნულ წარმატებით ახორციელებს აუდიტის სამსახურის CP საჯარო აუდიტის ინსტიტუტი. ინსტიტუტის ტრეინინგები ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და მიზნად ისახავს მოხელეთა პროფესიული განვითარებით საჯარო უწყებების ეფექტიანობის ზრდას. მაგალითისთვის, ინსტიტუტი ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების, შიდა აუდიტის, პროგრამული ბიუჯეტირების, ინვენტარიზაციის, აღრიცხვა ანგარიშგების, სტრატეგიული დაგეგმვის და სხვა მრავალი მსგავსი ტიპის სასწავლო პროგრამებს. 2024 წელს ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ 41 სასწავლო ღონისძიებასა და ტრეინინგში საბოლოო ჯამში მონაწილეობა მიიღო 1660 მსმენელმა. საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა გაიარა 33-მა პირმა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების პროგრამის მიმართულებით ტრეინინგ კურსებში მონაწილეობდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ატარებს პარლამენტის მიერ შერჩეული მსოფლიოს 4 უმსხვილესი კერძო აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი. 2024 წელს ფინანსური აუდიტი ჩაატარა PricewaterhouseCoopersმა, სამსახური ზედიზედ მე-7 წელია იღებს უპირობო დასკვნას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. მადლობთ ყურადღებისთვის და მოსმენისთვის, ბატონო პაატა. მადლობთ თქვენ, ზოგადად წარმოდგენილია უფრო ვრცელი ვარიანტიც და დარწმუნებული ვარ გაეცნობოდით. ახლა გადავდივართ შეკითხვების რეჟიმზე, ბატონო ბეჟანი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმებით თქვენს გუნდს.
მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმ გაწეული მუშაობისათვის, რაც თქვენ აღნიშნეთ და ამას ყოველწლიურად ვისმენთ. სწორედ ძალიან დიდი დამსახურება და მე ვიტყოდი, რომ გადამწყვეტი როლი იმაში, რომ დღეს საქართველოს კორუფციისა და ბიუჯეტის ხარჯის გამჭვირვალობით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, ეს თქვენი დიდი დამსახურება. თუმცა აი ამ ციფრებმა, რაცაც თქვენ დღეს აღნიშნეთ, ცოტა შემაშფოთა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თუნდაც თქვენ მიერ დაწერილი რეკომენდაციები, მიგნებები არ არის შესრულებული და განსაკუთრებით ეს ცენტრალურ ხელისუფლებაში ასე თუ ისე ნორმის ფარგლებშია, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე ძალიან დაბალია. და სწორედ ის არის, რომ დღეს უკვე არჩევნების პერიოდში ადამიანებთან შეხვედრის დროს მოსახლეობასთან ამ კუთხით მათაც ძალიან დიდი პრეტენზიები აქვთ. აქ ძირითადი მიმართულება მე ვისაუბრეთ ეხან გასული წინასხდომაზე, როდესაც ჩვენ აუდიტის სხდომა ჩავატარეთ და მინდა კიდევ გამოვარდე, რომ და თქვენს მოისმინოთ და დარწმუნებული ვარ ამაზე მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დიდი ყურადღება მივაქციოთ მუნიციპალიტეტებს, თუნდაც იმ შიდა აუდიტის სამსახურთან თუ რა გამოავლინა დამატებით კიდევ ძალიან ბევრი თემა და განსაკუთრებით მე მინდა გითხრათ, რომ საყურადღებოა სოციალური თანხების დახმარებების გაცემის კუთხით და ასევე შესყიდვების და განსაკუთრებით კიდევ პირდაპირ შესყიდვების კუთხით. დღეს ჩვენ გვაქვს მთავრობას, მთლიან მთავრობას, როგორც პარლამენტს, ასევე ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას, გვაქვს დიდი ამბიცია, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი სიმაღლეები ამ კუთხით, რასაც ქვია გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის და კორუფციის წინაშე ბრძოლის მიმართულებით და ამიტომ თქვენი როლი კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო უნდა იყოს მაღალი. ამიტომ თქვენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მე ყოველთვის მივესალმები იმ მიმართულებებს, რა თქვენ დატარდება, თუნდაც იმ კუთხით, რომ თქვენ ძალიან ზრუნავ ხართ თქვენი თანამშრომლების პროფესიონალურ ამაღლებაზე და ეხლა ისაუბრეთ ამ თემაზე და ყოველთვის დაუჭერ მხარს ამ გუნდის გაძლიერებას. რამე თუ თქვენზეა დამოკიდებული ის თუ როგორ იქნება ხვალ ჩვენი ქვეყანა და იმ თანხები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ეხლა და იმ თქვენი მიგნებებით უკვე ფიქსირდება, ეს თითეული თეთრი აქტება ჩვენს მოსახლეობას და დღეს ჩვენი მოსახლეობა გვისმენს და ჩვენ პარლამენტმა სრულად ხელისუფლებამ თქვენთან ერთად, თქვენი ხელმძღვანელობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არც ერთი თეთრი არ იქნას გაფლანგული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის დიდი იმედი მაქვს და გისურვებ წარმატებებს, ბატონ გიორგი, და გისურვებ წარმატებებს თქვენს შესანიშნავ გუნდს. მადლობთ. სხვა შეკითხვები, ბატონო რიმა ხომ არ აქვს? კარგი, მე მაქვს რამოდენიმე შეკითხვები, ბატონო გიორგი. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, პრაქტიკულად ყოველთვის ვხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა ფორმატში და ამიტომ თუ რამე შეკითხვებია, ისმება ხოლმე. რა მინდოდა ეს თქვენ ბრძანეთ, რომ 6% არის, ანგარიში არის, რომელიც არ შესრულდა. უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, სრულდება, ზოგი უკვე შესრულებულია, 52 რაღაც მიმდინარეა, მაგრამ ეს 6% და ჩვენ ადრეც გქონდა ამაზე საუბარი და სასურველი იქნება, რომ ამ 6%-ს მიუბრუნდეთ. ალბათ როგორ ფიქრობთ, იქნებ ნახოთ რა არის, თუ რაიმე უკვე არ არის აქტუალური, ამოვაგდოთ თუ არა და ხელმეორედ დავიბაროთ ეს ორგანიზაციები. შეიძლება ასეთ ფორმატში იყოს, შეიძლება სხვა ფორმატში და როგორ გესახებათ და როგორ ფიქრობთ და ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავერთოთ ამ სიტუაციაში. და მეორე, როგორც ვიცი, მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის პირველად იწყებთ ამის გაკეთებას და რა მდგომარეობა არის და როგორ მიდის ეს ანგარიშის დადგენა გაკეთება. მადლობთ. ჯერჯერობით სხვა შეკითხვები არ არის და გთხოვთ. მადლობა შეკითხვებისთვის. ბატონო ბიჟან, მე გეთახვებით, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერების და ეფექტურობის თვალსაზრისით. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ 3 ტიპის აუდიტს ვატარებთ, თუმცა ჩვენ გვაქვს დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ დავნერგოთ აუდიტის ერთ-ერთი ასეთი ფორმა, მიმდინარე რეჟიმში აუდიტი, რომელიც
კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის აუდიტის სამსახურის საქმიანობას და აუდიტის ჩატარება უკვე დასრულებულ და გახორციელებულ ღონისძიებებზე და ოპერაციებზე კი არ მოხდება, არამედ ეს იქნება მიმდინარე რეჟიმში თვალყურის დევნება სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრებისა, რაც რა თქმა უნდა შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის არამარჯვენიერების რისკებს. ბატონო პატა, რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას. მე როგორც აღნიშნე ჩემს გამოცვლაში 8%-ია შეუსრულებელი რეკომენდაციების და მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების სუბიექტების მხრიდან 6%. რეკომენდაციების შესრულება ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ხვალინდელი საქმიანობა კიდევ უფრო უკეთესი და კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს. 250-მდე შეუსრულებელი რეკომენდაცია ბოლო 5 წელიწადში გაცემული. ჩვენ გეგმავთ ამ რეკომენდაციების გადახედვას. ზოგიერთი შეიძლება უკვე დღეს მდგომარეობით 3 და 4 წელს წინ გაცემული რეკომენდაცია შეიძლება აღარ იყოს აქტუალური, თუმცა ეს შესწავლის საგანია, შეიძლება ისეთები აქტუალური იყოს, როგორც გაცემის მომენტში. ვფიქრობთ ამ რეკომენდაციების ასე ვთქვათ დახარისხებას ამ კუთხით და საქართველოს პარლამენტთან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად ჭიდრო თანამშრომლობით გვაქვს იმედი, რომ ამ რეკომენდაციებს ისე მივუბრუნდებით, განვიხილავთ ერთობლივად მათ აქტუალობას და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არა მარტო რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები, არამედ შეუსრულებლობის მიზეზებზეც უნდა ვიმჯელოთ. მე ვფიქრობ, ეხლა შესრულებული რეკომენდაცია უკვე შესრულებულად ითვლება და ეს ძალიან კარგი, მაგრამ შეუსრულებლობის მიზეზი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუ რატომ ვერ მოხდა კონკრეტული რეკომენდაციის შესრულება. აქვე აღნიშნულ რეკომენდაციების შეუსრულებელი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ეფექტიანობის აუდიტის საფუძველზე გაცემული დასკვნებიდან. როგორც ჩემს გამოცვლაში აღნიშნე, ასეთი ტიპის რეკომენდაციები სხვა ტიპის რეკომენდაციებთან შედარებით შესრულების სირთულით ხასიათდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი მუშაობით და შრომით შეგვიძლია ეს სირთულეები დავძლიოთ და კიდევ უკეთესი გახდეს ჩვენი ხელისუფლების მუშაობა. რაც შეეხება კონსოლიდირებულ ანგარიშს, 2025 წელს პირველად ატარებს საქართველოს აუდიტის სამსახური კონსოლიდირებულ ფინანსურ კონსოლიდირებულ აუდიტს. აქამდე ფინანსური ანგარიშების აუდიტი ტარდებოდა ცენტრალური ხელისუფლების სუბიექტის მიმართ ინდივიდუალურად. და კონსოლიდირებული ანგარიში ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს უკვე 100%-ით მოვიცვათ სახელმწიფოს ცენტრალური უწყებების ბიუჯეტი, უკვე საერთო ფართო და ჰორიზონტალურ ჭრილში დავინახოთ ის პრობლემები თუ გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით შეიძლება იყოს და ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვად საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს მისცემს საქართველოს მთავრობაზე უკეთესი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას. ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ასეთი ტიპის აუდიტის ჩატარებით საქართველოს აუდიტის სამსახური კიდევ უფრო დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას. და როდისთვის ფიქრობთ, როდის მორჩება ეგ და როდის იქნება წარმოდგენილი? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის დასრულებას დიდი დრო აღარ დაჭირდება. ეხლა ზუსტად თარიღის თმა გამიჭირდება, თუმცა დასრულებით მალე დასრულდება. ფაქტიურად ბოლო ეტაპზე ვართ. კი ბატონო. კი, კარბატონო გრეტა, სანამ ვიტყოდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის. ჩვენ ხო ცალკე ვიხილავდით ფინანსის სამინისტროს ენერგეტიკა. ეს იქნება კონტექსტში დანახული იქნება მთლიანად სტრატეგიულად. კარბატონო გრეტა. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო იყო და ინფორმაციული თქვენი ანგარიში, წარმატებებს გესურვებთ უწყებას. ზოგადად მაინტერესებს უბრალოდ თქვენ აღნიშნეთ რეკომენდაციის არ შესრულების ნაწილი. შეიძლება იყოს ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელიც გარკვეულ ვადებსაც ითხოვს, ხო? არა მარტო 1 და 2 თვეს, არამედ შეიძლება წლებზე. შუალედური ინფორმაცია თუ გაქვთ, როდესაც რეკომენდაცია არ სრულდება, უწყებებთან კომუნიკაცია თუ არის და გაქვთ თუ არა შუალედური ინფორმაცია, რომ დინამიკა როგორ მიმდინარეობს რეკომენდაციების შესრულებით, ეს რო იცოდეს თქვენ სამსახურმა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა,
ამ სისტემაში როგორც აღვნიშნეთ, ყველა მუნიციპალიტეტი, ცენტრალური ხელისუფლების ყველა სუბიექტია ჩართული და ეს სისტემა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ელექტრონულ რეჟიმში დავაკვირდეთ რეკომენდაციების შესრულების დინამიკას, თუმცა ჩემი პირადი დაკვირვებით, მხოლოდ ელექტრონული დაკვირვება შეიძლება რომ საკმარისი არ იყოს. თქვენ ვიცით, არც თუ ისე დიდი ხანია სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელად დავინიშნე და მხოლოდ ელექტრონული დაკვირვება მე ვფიქრობ და როგორც ჩანს არ არის საკმარისი. რეკომენდაციების ღიად შეუსრულებლობის მიზეზებზე ღიად და საჯაროდ საუბარი მე ვფიქრობ უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კი ბატონო, სხვა შეკითხვა ხომ არ არის? კარგით, მაშინ ეს საკითხი დასრულებულია. მადლობა მობრძანებისათვის, წარმატებას გისურვებთ. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. კოლეგო, რამოდენიმე საკითხი გვაქვს, პატარა საკითხი და მეორე საკითხი საქართველოს თავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი კანონპროექტების სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუქიძე. გთხოვთ ქალბატონი. მოგესალმებით. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს. ცვლილებების პაკეტი 4 შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს. თითოეულზე მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო. პირველი ეხება ვალდებულებებით პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედ რედაქციაში სახელმწიფო ქონების, პრივატიზებული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობა არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საინვესტიციო ვალდებულებები, რისთვისაც საჭიროა ქონების მმართველის, ანუ ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა. მაგრამ პრაქტიკაში გვაქვს ხშირი შემთხვევები, განსაკუთრებით ძველ პრივატიზებებზე, როდესაც ვალდებულებები არ არის ფინანსური ხასიათის. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან მუდმივი პროფილი, შეიძლება იყოს ამკრძალავი ქმედება, მაგალითად შენობების არაშენება, მწვანე ნარგავების შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ქონების მყიდველს უნდა სახელმწიფოსგან პრივატიზებული ამა თუ იმ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, ჩვენ ვერ ვაძლევთ თანხმობას და შესაბამისად მას შესაბამისი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა ეზღუდება. აქედან გამომდინარე, მთავრობის ინიციატივაა, რომ ჩასწორდეს და ასევე მას მიეცეს შესაძლებლობა სწორ პირობებში, როდესაც ვალდებულებებს ჯეროვნად და პატიოსნად ასრულებს, აღნიშნული ქონება იპოთეკით დატვირთოს შესაბამისი, ასე ვთქვათ, თანხების მობილიზების მიზნით. შემდეგი ცვლილებაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოგეხსენებათ დღეს მოქმედ რედაქციაში, როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო ქონების მყიდველი სახელმწიფო ქონებას იპოთეკით ტვირთავს, ვალდებულებები იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის დროს გადაყვება ხოლმე ყოველ შემდგომ ახალ მყიდველზე. ასეთი დანაწესი ჩვენ არ გვაქვს საახსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში და თავიდან რომ ავიცილოთ, ასე ვთქვათ, როდესაც ხდება სახელმწიფო ქონების იძულებითი აღსრულება საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით, შემოთავაზებულია, რომ ეს ვალდებულებები ასევე ყოველ შემდგომ ახალ მყიდველზე იქნეს გადასული. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ხდება პირობებით სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ეს პირობები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს. აქედან გამომდინარე წინადადება არის, რომ როგორც იპოთეკის შემთხვევაში, ასევე იძულებით აღსრულების პროცესში რეალიზაციისას ყოველ ახალ შემდგომ მესაკუთრეზე გადავიდეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირობები და ისინი ბოლომდე შესრულდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხდება მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების სისტემატიზაცია, როგორც მოგეხსენებათ, ქონების ეროვნული სააგენტო რამოდენიმე წლის უკან შეერწყა ფინანსის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. პროცედურები და მოძრავი ქონების განკარგვის წესები იყო სხვადასხვა, რაც პირდაპირ აისახა მაშინდელ მოქმედ ქონების შესახებ კანონში და დღეს მივიღეთ მოცემულობა, რომ მოძრავი ქონების
კატეგორიების მიხედვით გვაქვს სხვადასხვანაირი განკარგვის პროცედურები. ანუ რიგ შემთხვევაში მოძრავი ქონების განკარგვას ქვია რეალიზაცია, რიგ შემთხვევაში ქვია პრივატიზაცია და აქედან გამომდინარე გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ნებისმიერი სახის, აი ხაზი უნდა გაუსვა, რომ მიქცეული ქონების და სახელმწიფოსთვის განსაკარგავად გადმოცემული ქონების ნაწილში კონკრეტული რეგულაციები იყო. უბრალოდ ნაყიდი სახელმწიფო ქონების ნაწილში სხვა რეგულაციები იყო. აქედან გამომდინარე ხდება სისტემატიზაცია და ყველანაირი მიქცეული იქნება ეს ქონება, შეძენილი იქნება, მემკვიდრეობით მიღებული იქნება თუ დანიშნულობა არა აქვს, ყველას ექნება ერთნაირი განკარგვის პროცედურა. განაწილების წესზე ზუსტდება, ისიც მოძრავი ქონების განაწილების წესზე პირთა წრე იქნება დაზუსტებული. განაწილება ეს არის ფაქტურად ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, როგორც წესი ეს ხდება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, მაგრამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ეს იყო მოწესრიგებული და სურვილია რომ იყოს ეს ახლა თვითონ კანონში ჩაწერილი და პირდაპირ ჩაიწერება რომ განაწილების წესით სახელმწიფო ქონების მიმღები სუბიექტი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არაკომერციული იურიდიული პირები და სახელმწიფოს 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოები. ასევე მეოთხე ცვლილებასაც შევეხები, კანონს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც მყიდველმა საპრივატიზაციო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია. მსგავსი ჩანაწერი არსებობდა მხოლოდ საინვესტიციო ვალდებულებებით ქონების პრივატიზების დროს, მაგრამ თუ ეს ვალდებულება არ არის საინვესტიციო ვალდებულება, საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება მყიდველს არ ჰქონდა. ეს რეკომენდაცია ჩვენ აუდიტის სამსახურმა მოგცა, გახსოვთ თქვენ წინა შემოწმების პერიოდზე და შესაბამისად ვასრულებთ აუდიტის სამსახურის მითითებას და ხდება აღნიშნული პუნქტის დაზუსტება და ყველა შემთხვევაში, ანუ სახელმწიფო ქონების, როდესაც პირობებით გაიყიდება სახელმწიფო ქონება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება საინვესტიციო ვალდებულება თუ სხვა პირობა, სავალდებულოდ შესაძლებელი, აუცილებელი იქნება, რომ წარმოდგენილი იქნეს საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის ოდენობასთან დაკავშირებით დავალება იქნება პარლამენტის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ დადგენილებით დამტკიცდეს სხვადასხვა შემთხვევებში რა მოცულობის საბანკო გარანტია უნდა იქნეს დადგენილი ამა თუ იმ მყიდველისთვის. თამდევებსაც შევეხები საახსოვლებო წარმოებათა შესახებ და იარაღის შესახებ კანონში უბრალოდ სწორდება რეალიზაცია პრივატიზაციის ნაწილი და პრივატიზაცია იქნება სიტყვა ნაცვლად რეალიზაციისა, ხოლო უკაცრავად საგადასახადო კოდექსში და იარაღის შესახებ კანონში, ხოლო საახსოვლებო წარმოებათა შესახებ კანონში, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იძულებითი აღსრულების დროს აუცილებელი იქნება ყოველ შემდგომ ახალ მყიდველზე, რომ გადავიდეს ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფომ ამა თუ იმ ქონების პრივატიზების დროს დაადგინა. მადლობა, თუ გაქვთ კითხვები, მზად ვარ გიპასუხოთ. კოლეგებო, როგორც ხედავთ, ეს პრაქტიკიდან გამომდინარე საკითხებია, ანუ კანონის მიღებიდან რა შემთხვევები იყო, რომელიც არ რეგულირდებოდა, მათ შორის აუდიტიდან და კარგია რომ სწორდება. თუ შეკითხვები არის, გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით, ბატონო. აქ რომ პრივატიზირებული ქონება, რომელსაც ვალდებულებები აგეცრია სახელმწიფო წინაშე. ამ ქონებაზეა ხო საუბარი? რა თახით განუსაზღვრელი მისი ღირებულებით შეუძლია თუ განსაზღვრულია ეს თანხა, იმიტომ რომ მან შეუძლება აიღოს და ეს გამარკვევით ვერ გავიგე. მან შეიძლება არ იყოს გარკვეული თანხა, გაცილებით იმას მთლიანად დაუშვათ ის ღირებულების ბანკიდან დატვირთოს რა ღირებულებაც საერთოდ ეს ქონება არის, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ ვაკონტროლებთ ამას, აიღოს სესხი და ამ სესხის და არ გადაიხადა ეს სესხი. აი ეს როგორ ხდება? იმიტომ რომ ეს თლიანად თუ ჩადო ეს ქონება, მან მას რა თქმა უნდა ეს უნდა გამოიყენოს, მიტოყიდულობს და უნდა გააკეთოს, მაგრამ ვალდებულებით შესრულებამდე რამდენად მიზა შეწონილია, მას მივცეთ ნებართვა, რომ მან იპოთეკაში ჩადოს ესა თუ ის ქონება. მადლობა. ბატონო, გიპასუხებთ. ამავე კანონის სხვა ცვლილებებიდან გამომდინარე, კარგად ხედავთ თქვენ, რომ ყოველ შემდგომ ახალ მყიდველზე გადავა ეს ვალდებულება, იქნება ნებისმიერი სახით თუ გავა კონკრეტული, თუ ვერ შეასრულა მან ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, მოხდა ამ ქონების რეალიზაცია, დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს, რომ როდესაც ეს ქონება იძულებით გაიყიდება,
ვინც იქნება მყიდველი, ის იქნება უკვე ვალდებული სახელმწიფოს წინაშე, რომ შეასრულოს ეს ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ამას ვაზღვევთ ეხლა სახსრულებო წარმოებთა შესახებ, თუ დავუშვათ გაბანკროტდა, რაიმე სხვა პრობლემები შეექმნა, თუ ეს ქონება რეალიზდა, ყოველი ახალი მის ადგილს ვინც დაიკავებს, ის იქნება ვალდებული, რომ შეასრულოს. ვადებს რაც შეეხება ზოგი ვალდებულება არის მუდმივი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვერ შევზღუდავთ ბიზნესს, რომ მუდმივად ეს ქონება არ ჩაუშვას ბრუნვაში და არ დატვირთოს და შესაბამისად არ ჰპოვოს განვითარება და არ შეავსოს ახალი მშენებლობები არ განახორციელოს თუ მას ამის უფლება აქვთ. აქედან გამომდინარეა მთავრობის ინიციატივა სწორედაც რომ რადგან თუ მან ვერ შეასრულა შემდგომი სუბიექტი ვინც მის ადგილს დაიპოვებს ის იქნება სახელმწიფოს წინაშე ასე ვთქვათ ვალდებული. ამიტომ ვფიქრობთ რომ უნდა მიეცეთ ბიზნესმენებს და შესაბამის სახელმწიფო ქონების მყიდველებს ქონების დატვირთვის შესაძლებლობა. გასაგებია, არის ისეთი ვალდებულება, რომელიც შეიძლება მუდმივად იყოს, მაგრამ არის რომელსაც გარკვეული რაოდენობის თანხა უნდა დახარჯოს, მითო გავადავეცით გარკვეული თანხით ეს პრივატიზირებული ქონება. ჩემთვის გაუგებარია და მე როგორც სახელმწიფო რა არის ჩემთვის გავიგე რომ მომდევნო მყიდველი ვინც იყიდის ის გადაიხდის იმ ხარჯის იმ თანხებს რომელიც დაუშვათ მან არ გადაიხადა მაგრამ ეს ჩემთვის როგორც სახელმწიფოსთვის რა მოგებაა იმიტომ რომ ეს ქონება კიდევ უფრო მიზვირდება და შეიძლება ამ თანხად შემდეგ ვერ გავყიდო ან გაცილებით მეტად შემელო გამეყიდა და იმის გამო რომ მას ვალდებულება აქვს ის ვალდებულება მისი გადასახდელია და შეიძლება კიდე ალბათ ბანკმა წაიღოს ამიტომ ცოტა ამ მიმართულებით რასაც უკვე განსაზღვრული გვაქვს ჩვენ თუ რამდენი წელი რა თანხა უნდა დახარჯოს მაგ და რამდენი წელიწადში ეს თანხა თუ არა აქვს მაგ არც ერთი არ აქვს შესრულებული მე მაგალითად როგორც ხედავ მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მას მივცეთ ნებართვა იპოთეკით დათვერთოს ესა თუ ის ქონება. რა თქმა უნდა ეს ქონება მისი განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მან თანხები არ დახარჯა და ის რაც უნდა დაეხარჯა, ისიც დაარღვია, და მივცეთ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული რაღაც 70-80 რაღაც თანხი რაოდენობრივად უნდა გავსაზღვროთ, რომ ჩვენ თუ ის არ შეასრულებს ბოლომდე შემდგომი რეალიზაციაზე ის დამატებით თანხები რაც ექნება, მას უკვე გადახდილი ქონდეს. მადლობთ. გიპასუხებთ, თქვენ ახლა საუბრობთ მოქმედ კანონის რედაქციაზე, სადაც ეგ კონკრეტული თემა არის ჩაკეტილი. როდესაც არსებობს საინვესტიციო ვალდებულება და სახელმწიფო ქონების მყიდველს აქვს განსაზღვრული თანხაში გამოხატული ვალდებულებები საინვესტიციო, ასეთ დროს დაზღვევის მიზნით აუცილებლად არის ხოლმე წარმოდგენილი 10%-ის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაიზღვიოს თავი და მხოლოდ ამ ვალდებულებებს სანამ არ შეასრულებს, თანხები და იპოთეკით დატვირთვა უნდა მოხდეს მიზნობრივად. პირდაპირ ჩაკეტილია. მოქმედ რედაქციაში წერია ეს. ჩვენ ახლა ვამატებთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არ არის ესეთი ვალდებულებები და არის ზოგადად დროში გაწერილი მუდმივი ვალდებულებები და ასე დროს როგორ ვიქცევით, რადგან ეგ არ რეგულირდებოდა, ფაქტიურად ჩაკეტილი ქონდა სახელმწიფოს და არ აძლევდა განვითარების. ვიღაცას ქონდა საინვესტიციო ვალდებულება სიტყვაზე 3 წელიწადში შესასრულებელი. შეასრულა ეს ვალდებულება, მაგრამ ქონდა კიდევ პროფილის ვალდებულება. ააშენა სკოლა, ააშენა შესაბამისი და შეიყვანა ექსპლუატაციაში და აქვს მისი პროფილით ფუნქციონირების ვადა სიტყვაზე 30 წელი. აი ეს 30 წელი ვერ ტვირთავდა ამ ქონებას. აი ამ კონკრეტულ кейსებს გთავაზობთ ეხლა რომ პრაქტიკა მაჩვენა რომ ამის დაურეგულირებლობა პრობლემას უქმნის ბიზნესს და ჩვენ ხელი გაუწოდეთ ასე ვთქვათ და ვცდილობთ რომ დავარეგულიროთ ეს საკითხი, თორე თქვენ რასაც ბრძანებს ის ზედმიწევნით დეტალურად არის რეგულირებული და მანამ სანამ თანხობრივი ვალდებულება არ დაიხარჯება, მანამდე მას არ აქვს უფლება სხვა მიზნობრივი სესხი და კრედიტი აიღოს დაწესებულებებიდან. მადლობა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ჩემთანაც შემოდის ხანდახან წერილი. ვაგზანი ეკონომიკის სამინისტროში და კანონში ვერ ხვდება ვერცერთნაირ ვერაფერს ვერ უხერხებ და ეს ძალიან კარგია, რომ დაუბრუნდით ამ საკითხებს, რომ ასეთი საკითხები არ დარჩეს, რომელსაც კანონი არ არეგულირებს. თქვენის ნებართვით ხარი დაუჭიროთ. და პირველ საკითხსაც ანგარიშთან დაკავშირებით კენჭი არ გვიყრია აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით. მადლობთ გალბატონო. არა, ორი პატარა საკითხი გვაქვს კიდე.
კარგი, ნუ ყოველ იმაზე მეუნე. საქართველოს ეკონომიკისა და გრადი განვითარების სამინისტროს მიერ შესაძლებლად წარმოდგენილი საქართველოს თარობის დადგენილების პროექტი ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის, მინიჭების და გაუქმების წესის დამტკიცების, აგრეთვე ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის ამ მაქსიმალურ ოდენობის განსაზღვრის, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშეწყობი მექანიზმის შესახებ. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგ ცინცაძე. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონში 2025 წლის ივნისის თვეში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადად განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის კომპანიები და რომელსაც მიენიჭათ ეგრეთ წოდებული საგადასახადო შეღავათები. კერძოდ, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიას 3 წლის განმავლობაში გაცემული ხელფასი სრულად უთავისუფლდება საშემოსავლო გადასახადიდან. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ხელფასის და საშემოსავლოს და მოგების გადასახადის განაკვეთი იქნება 5%, ხოლო შემდგომი 4 წლის განმავლობაში აღნიშნული იქნება 10%. ინოვაციების შესახებ კანონის მე-15 3 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის აქვე პუნქტის შესაბამისად ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფლება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტთან შეთანხმებით მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე შესათანხმებლად წარმოგიდგენთ აღნიშნულ ოდენობის ზღვრებს, კერძოდ პროექტის თანახმად ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 3 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის აქვე პუნქტის საფუძველზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადიდან შეადგენს თითოეულ დასაქმებულ პირზე თვიურად 10,000 ლარს. ჩვენ გქონდა კონსულტაციები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის აპარატთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნულ რედაქციაში მცირე ტერმინოლოგიური ცვლილებების ასახვა და აღნიშნული დადგენილების პროექტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად. კერძოდ, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის ფარგლები, რომელიც ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 3 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის აქვე პუნქტის საფუძველზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადიდან განისაზღვრება თითოეულ დაქირავებულ პირზე თვიურად 10,000 ლარამდე. ამდენად რედაქციულად ჩასწორდა, რომ 10,000 ლარის ნაცვლად, რაც აქამდე იყო პროექტში, განისაზღვრა 10,000 ლარამდე და ასევე დაკონკრეტდა, რომ აღნიშნული არის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ აზუსტებს იმ ზღვარს, რომ 10,000 ლარამდე გაცემული ანაზღაურება დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადიდან განთავისუფლებას. ასევე ტერმინოლოგიურად დასაქმებულის ნაცვლად და ზუსტად შეიცვალა და შევიდა ცვლილება, რომ განისაზღვრა დაქირავებით დასაქმებული, რაც საგადასახადო მიზნებისთვის უფრო სწორი და ზუსტი ტერმინია. შესაბამისად კიდევ ერთხელ შესათანხმებლად წარმოგიდგენთ აღნიშნულ რედაქციაზე, თქვენი თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული რედაქციით დავამტკიცებთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს. კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონი ჩვენ მივიღეთ რამოდენიმე თვის წინ, იქ არის მუხლი, სადაც ჩვენთან თანხმდება ეს ნაწილი და წარმოადგინა კანონის შესაბამისად. ამიტომ უნდა მხარი დაუჭიროთ თუ რაიმე შეკითხვა აქვს. მადლობთ. მადლობა. და ბოლო საკითხი, ეს ჩვენი აუდიტის ჯგუფი რაც განვიხილეთ, მაგის დამტკიცება მაინც წავიკითხავთ თქვენის ნებართვით, რადგან ეს პირდაპირ ეთერშია. აუდიტის ანგარიშზე შემუშავებული რეკომენდაციები. გაცნობთ, რომ დღევანდელ დღეს გაიმართეს ჯგუფზე განიხილეთ ორი ანგარიში. პირველი შეპეს ენგურჰესის 22-23 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავდა 22-23 წლებს, გაიცა 4 რეკომენდაცია, რომელიც მოვისმინეთ განხილვა და მეორე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის 22-23 წლების განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავდა 22-23 წლებს, აქაც გაიცა 4 რეკომენდაცია. როგორც თქვენ თვითონ ნახეთ, სტომას ესწრებოდა აუდიტის პირველი მოადგილე, გენერალური აუდიტის პირველი მოადგილე თანხმლებ პირებთან ერთად და მინისტრის მოადგილე, ასევე თანხმლებ პირებთან ერთად. 1 საათის წინ დასრულდა, მე მგონი ყველაფერიც გასაგებია, თუ რაიმე შეკითხვა არ არის, მაშინ დავამტკიცოთ
კარგი. მადლობთ, ამით საკითხები ამოიწურა. წარმატებულ თვეს და კვირას გისურვებთ.